ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში ქართული ქანდაკება 2025 წლის გამოფენა გაიმართა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო პროფესიონალი მოქანდაკეების ნამუშევრები. ღონისძიება თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. გამოფენა ქანდაკების ფესტივალის ფარგლებში მოეწყო. ღონისძიება თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ლევან სალუქვაძემ გახსნა. აღსანიშნავია, რომ ქანდაკების ფესტივალი 2023 წლიდან ტარდება. ორგანიზატორთა განმარტებით ფესტივალი ამ დროის განმავლობაში ჩამოყალიბდა როგორც მნიშვნელოვანი შემოქმედებითი პლატფორმა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა თაობის ხელოვანებს, ხელს უწყობს გამოცდილებას გაზიარებას და ქანდაკების ხელოვნების პოპულარიზაციას საქართველოში. ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში ქართული ქანდაკება 2025 წლის გამოფენა 29 ნოემბერს გაიხსნა და დღეს დასრულდა. საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილია პროფესიონალურ მოქანდაკეთა ნამუშევრები. 31 ნამუშევარია წარმოდგენილი 31 ავტორის. საინტერესოა იმითი, რომ ეს გახლავთ ერთგვარი საანგარიშო გამოფენა. დღეს როგორი სურათი გვაქვს ქართული ქანდაკების მიმართულებით, ასევე მნიშვნელოვანია იმითი, რომ ესეთი გამოფენები სისტემატურად ტარდება ყოველწლიურად. ჩვენი ფესტივალი უკვე მესამეჯერ ჩატარდა და ერთგვარი ტრადიციაც კი არის დამკვიდრებული ზამთრის პირას თანამედროვე ქანდაკების რეტროსპექტიული გამოფენის გამართვის. დამთვალიერებლისთვის ძალიან საინტერესო არის სხვადასხვა ხედვები წარმოდგენილია პრაქტიკულად ყველა მიმართულების ქანდაკება. არის ბრინჯაოს ნამუშევრები, არის ლითონში შესრულებული ნამუშევრები, ქვაში შესრულებული, არის 3D პრინტერზე დაბეჭდილი ნამუშევრები, თაბაშირი, სხვადასხვა ფერის, ტრაქტოვკის, სკოლის, არის კლასიკურიც და ულტრა თანამედროვე ნამუშევრებიც და მე მგონი, სწორედ ამითი არის საინტერესო დღევანდელი გამოფენა, რომ სპექტრის ყველა, ასე ვთქვათ, ფერით არის ექსპონირებული ქართული ქანდაკება. წელს ჩატარდა მესამე ქანდაკების ფესტივალი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფესტივალი მოქანდაკეებისთვის, რადგან ფაქტობრივად აცოცხლებს დარგს და დარგისთვის არის ძალიან ისე წამახალისებელი ფუნქცია აქვს. იმიტომ რომ მოქანდაკეები მუშაობენ და მერე საშუალება ეძლევათ ქანდაკების ფესტივალით და ამ გამოფენით კონკრეტულად რომ თავიანთი ნამუშევრები საზოგადოებას გააცნონ. ესეთი გამოფენები ძალიან მნიშვნელოვანია. უბრალოდ ერთმანეთს ვიცნობთ, ერთმანეთის ნამუშევრებს ხედავთ. პროფესიონალური დონის ამაღლების ერთ-ერთი ეს არის სივრცე და საშუალება. ეს ფესტივალი ჩემთვის ჩემი თავის რეალიზების ერთ-ერთი ნაწილი არის. და ვფიქრობ, რომ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ფესტივალებში მონაწილეობის მიღება არის მნიშვნელოვანი, რომ ხალხში ცნობადობა მივიღო და გავიგო ხალხი რას ფიქრობს ჩემ ნამუშევრებთან დაკავშირებით.